საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქართველი სამხედროების სახელით რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა მოიგო. საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამი ქართველი სამხედროს გიორგი ანწუხელიძის, შმაგი სოფრომაძისა და კახაბერ ხუბულურის წამებით მკვლელობას, ასევე სხვა ქართველი სამხედროების წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციას თითოეული მოკლული და ნაწამები ქართველი სამხედროს ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციას შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა 2008 წლის ომის კონტექსტში. გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა ყუთაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება. ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად ყველა მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდა 395,000 ევროს ოდენობით. დღევანდელი გადაწყვეტილება არის არსებითად მნიშვნელოვანი და პრეცედენტული, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა დაადგინა ომის აქტიური ფაზის დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით და ეს არის სწორედ ის მთავარი განსხვავება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ 2021 წელს სახელმწიფოთა შორის დავაში მიღებული გადაწყვეტილებისგან. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამი ქართველი სამხედრო ტყვე, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე, დაკავებული იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს. საქმის მასალებზე დააყრდნობით კახაბერ ხუბულურსა და უშანგი სოფრომაძესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი ტყვეობაში მოკლეს. გიორგი ანწუხელიძესთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ნოემბერში მისი დატყვევებიდან 3 თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაეცა. ამასთანავე სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების სუსტი მიზეზი და გარემოებები გაურკვეველი რჩება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლოს სამხრეთ ოსეთის ძალების პატიმრობაში ნახეს ძალადობისა და სიკვდილით დამუქრების დროს და სასამართლო ვარაუდობს, რომ ის ძალადობით სიკვდილამდე მიიყვანეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დეტალურადაა აღწერილი ამ ქართველი სამხედროების მიმართ რუსი და ოსის სამხედროების მიერ განხორციელებული ქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დროს რუსეთი 2022 წლის მარტის შემდეგ აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მისთვის კვლავ სავალდებულოა ყველანი გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც 2022 წლამდე იქნა ინიცირებული რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და რომელზეც გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა. ამასთან ჩვენ ხაზგასმით მივუთითებთ, რომ 2024 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ომით დაზარალებული პირების უფლებების დაცვის მიზნით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა, რომ მათ აქტიური როლი ჰქონოდათ საკომპენსაციო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით, როგორი მექანიზმიც მაგალითად უკრაინასთან მიმართებით ევროპის საბჭოში არსებობს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ აქტიურად ამასთან დაკავშირებით მუშაობას და 2008 წლის ომით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების წარმოდგენას საერთაშორისო ასპარეზზე. აქვე მინდა რომ ხაზგასმით მადლობა გადაუხადო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყველა იმ თაობის იურისტს, რომელიც 18 წლის განმავლობაში ამ საქმეებზე აქტიურად მუშაობდა. დღესვე საიამ სტრასბურგის სასამართლოში მოიგო საქმე, რომელიც კარვის გაშლის გამო პირის სამართალდამტყევად ცნობის ფაქტს შეეხება. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციული წესით სამართალდამტყევად ცნობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მომჩივან ზურაბ ქარჩავას სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა. მეორე საქმე შეეხება უშუალოდ ზურაბ ქარჩავას მიერ ბათუმში მემედ აბაშიძის ძებთან საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმოს კარვის გაშლასთან დაკავშირებით მის ადმინისტრაციულ სამართალდამტყევად გამოცხადებას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ მომჩივნის დაკავება ადმინისტრაციული წესით და ერთი თრით დაკავება წარმოადგენდა დარღვევას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და რომ ასევე სწორედ რომ ამ დაკავებამ შექმნა სუსხავი ეფექტი მის მიერ მომჩივნის მიერ მისი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების გამოყენებასთან მიმართებით.
და შესაბამისად სახელმწიფოს დაეკისრა 1000 ევროს არამატერიალური ზიანის სახით განსხვავება. საიას მიერ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეების მოგებას დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა საქმეში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომისას რუსეთის მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევასა და წამებას ეხებოდა, მესამე მხარედ იყო ჩართული. ძამაშვილის თქმით, გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ქართველი სამხედროები იმ დავაშიც იყვნენ მითითებული, რომელიც სახელმწიფომ მოიგო.